გამარჯობა ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მეკესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 7.1%-მდე შემცირდა ახალი მონაცემების სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა გამართა. ირაკლი კობახიძის განცხადებით სტატისტიკის მონაცემები ადასტურებს, რომ 2025 წელს 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე სიღარიბე 90,000-მა მოქალაქემ დაძლია. მისივე თქმით, ბოლო 6 წელიწადში ქვეყანაში სიღარიბე 3-ჯერ შემცირდა. 2025 წელს 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე სიღარიბე ჩვენმა 90,000-მა თანამოქალაქემ დაძლია. 2020 წლის შემდეგ საქართველოს სიღარიბე ზუსტად 3-ჯერ 21.3%-დან 7.1%-მდე შემცირდა. ამ 5 წლის განმავლობაში სიღარიბის საშუალო წლიურმა კლებამ 2.84% პუნქტი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის ხარჯზე ცხოვრობდა 1,100,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 280,000 ჩამოსდა. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა საქართველოს სიღარიბის სრულად აღმოფხვრა, ვიდრე 280,000 ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ სიღარიბის ხარჯს მიღმა ცხოვრობს, ბუნებრივია ჩვენ არ გვაქვს ყურადღების მოდუნების უფლება. ახალი ეკონომიკური ზრდის და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ლარში 50 მილიარდიდან დაახლოებით 105 მილიარდამდე, ხოლო დოლარში 16 მილიარდიდან 38 მილიარდამდე გაიზარდა. ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც პირდაპირ განაპირობებს როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ისე დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდას, მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის შესაძლებლობების გაფართოებას და შესაბამისად სიღარიბის შემცირებას. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2025 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარსქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წინა წელთან შედარებით 2.3% პუნქტით შემცირდა და 7.1% შეადგინა. უწყების ინფორმაციით სიღარიბის მაჩვენებელი მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში შემცირდა. აბსოლუტური სიღარიბის დონე გაუმჯობესდა როგორც ქალაქად ისე სოფლად, ქალაქად დაახლოებით 6% შეადგენს, ხოლო სოფლად 9%-ია, გაუმჯობესება ყველა ასაკობრივ ჯგუფს ეხება. ასევე ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჯინის ინდექსი, როგორც მთლიანი შემოსავლების, ისე ხარჯების მიმართ და აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 0.1% პუნქტით შემცირდა და 0.34% შეადგინა. დღეს გამოქვეყნდა სიღარიბის მაჩვენებლები, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა, მხოლოდ ერთ წელიწადში 2025 წელს წინა წელთან შედარებით სიღარიბეს თავი დააღწია 67,000-ზე მეტმა ადამიანმა. რა თქმა უნდა, აღნიშნული განპირობებულია იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელიც უზრუნველყოფს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ამოვიდნენ სიღარიბიდან. ეს ინკლუზიური ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა არის სწორედ ის გზა, რომელიც ბუნებრივად უზრუნველყოფს დასაქმების ზრდას და სიღარიბის შემცირებას. მორიგი დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. ამჯერად ვაშინგტონ Free Beacon წერს, რომ თბილისი თეირანს უახლოვდება. სტატია კვლავ გიორგი კანდელაკისა და ჯო ვილსონის ნარატივებს ეფუძნება. სხვა ფაქტები და არგუმენტები პუბლიკაციაში მოყვანილი არ არის. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბული მოვლენების ფონზე ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და ოპოზიციის ლობისტების მიერ კვლევითი ცენტრისთვის მიწოდებული ინფორმაცია კვლავ საქართველოს სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. გიორგი კანდელაკი არის ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე. ეს არის ჩვეულებრივი ღალატი, რასაც ეს ადამიანი აკეთებს, როდესაც საუბარია სანქციების გვერდისავლაზე, ყველას მინდა შევახსენო, რომ მაგალითად იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები ირანთან არის შემდეგი. ჩვენგან ექსპორტი არის 0.5% საერთო ექსპორტში და იმპორტი არის 1.5%. ასე დროს, როდესაც ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ თითქოს საქართველოს გამოიყენება ირანული სანქციების გვერდისავლისთვის, არის ჩვეულებრივი ღალატი. ამას ღალატზე მეც ვერაფერს დაარქმევ. ყველა გზავნილი, რომელიც გაშხერებული იყო ამ ანგარიში, არის თავიდან ბოლომდე სიყალბეზე დაფუძნებული. ეს არის ჩვეულებრივი ღალატი. ინტერესი არის დავალების შესრულება, დაკვეთის შესრულება
არიან ძალები, ეგრეთ წოდებული deep state, რომელსაც არ უნდა საქართველოში სწორი მიმართულებით მოვლენების განვითარება, უნდათ რომ ამ სიყალბით შექმნა განსხვავებული ტენდენციები, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა ჩვენ არავის მიცემთ. ეს არის პირდაპირი, ასე ვთქვათ, ღალატი და პირდაპირი შეტევა საკუთარ სამშობლოზე. ესეთი მოღალატეები საქართველოს ისტორიაში მრავლად ყოფილან სამწუხაროდ და ამ კოჰორტას ერთი ეს ადამიანიც შეემატა. სპეკულაცია რაზე ხდება? ხდება იმაზე, რომ საქართველოში არიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც არიან მუსლიმები და შიიტური აღმსარებლობების არიან. ამაზე ხდება სპეკულაცია და მიზანი რა არის ამის ყველაფრის, რომ მაქსიმალურად დააზიანოს საქართველოს იმიჯი, მაქსიმალურად დააზიანოს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის, ასე ვთქვათ, გამოსწორებისკენ მიმავალი გზა. ამიტომ მასთან დაკავშირებით არა მარტო პოლიტიკური განცხადებები, არამედ გარკვეული სამართლებრივი, ასე ვთქვათ, პასუხისგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. ანტიამერიკული რიტორიკა ოპოზიციაში ამჯერად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აკრიტიკებს. ოპოზიციური ალიანსის ლიდერმა განაცხადა, რომ შტატების ადმინისტრაცია დღეს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე არ არის ორიენტირებული. მართულ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა აწუხებთ, რადგან დავალებული აქვთ თბილისსა და შტატებს შორის არსებულ დადებით ტენდენციებს პრობლემები შეუქმნათ. ყველა დელეგაციასთან მქონდა ჩვენ შეხვედრა, ეხლა შემდეგ კვირაში ყველა ხვდებით ისევ, ვინ ჩამოდის. მე ერთი მაქრო შეხვედრებით იგივე იმით დასრულდება, რაც წინა შეხვედრებით დასრულდა. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეხანდელი ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ მაინც და მაინც რაღაცა დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე რაღაცებზე გასაგებია, რომ ისინი არ არიან ფოკუსირებულები. მეორეს მხრივ რაღაცა რაზე უნდა გაიგიჟონ თავი და რაზე უნდა დალაგდნენ. თქვენ იცით, რომ ეს ადმინისტრაცია გარკვეულწილად სპეციფიურია, მან საკუთარ თავსაც კი დაარქვა ტრანზაქციული, მან მის მთავარ მიმართულებას დაარქვა ტრანზაქციონალიზმი, რაც ნიშნავს პირველ რიგში ეკონომიკური ინტერესებით ხელმძღვანელობას და მხოლოდ ამის შემდეგ სხვა პრიორიტეტებს. სანამდვილებით ასეა. სიმართლეა ის, რომ ეს ადმინისტრაცია ტრანზაქციულია და ეკონომიკური ინტერესი მისთვის უმთავრესია. მათ ეშინიათ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში გაუმჯობესდება ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას შორის და ეს შიში ალაპარაკებთ. ეს არის რეალური მათი მთავარი მოტივი. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი. მას შემდეგ რაც შედგა რამდენიმე კომუნიკაცია, მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან, ჩვენ შევინარჩუნეთ ოპტიმიზმი მასთან დაკავშირებით, რომ თვისებრივად გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. მათ ეს ადარდებთ. მათ ადარდებთ ის, რომ შეიძლება გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. აქედან ისინი აჩვენებენ, რომ მათი ეგრეთ წოდებული პროდასავლური არსი, მათი ასე ვთქვათ, პროდასავლური მისწრაფეები არის სრული ფარსი. მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის დავალების შესრულება. მათი დავალება, რომ რამდენადაც პრობლემები შეუქმნა ჩვენს სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ამ დავალებასთან წინააღმდეგობაში მოდის ის ტენდენციები, რაც დაკავშირებულია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან, აქედან გამომდინარე გამოდიან ასეთი განცხადებებით. ანუ სრული ფარსია, სიყალბეა მათი ეგრეთ წოდებული პროდასავლური ბუნება. ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ოპოზიციის გაკეთებული განცხადებები ქართული ოცნებისთვის სიახლე არ არის. არქივი ინახავს ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და სხვა ოპოზიციური ლიდერის არაერთ მწვავე განცხადებას ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტის კაბინეტს პირველი ვადით იკავებდა. ძალიან არსებობს ყალბი ამერიკაც. ეს დონალდ ტრამპია. სოფლიო მასხარას ეძახდნენ წლების განმავლობაში, მაგრამ ეს კლოუნი ბოროტი კლოუნი აღმოჩნდა. ძალიან საშიში. ასევე ოლიგარქმა, მაგრამ ხო ისაუცრება ამერიკის პრეზიდენტმა ეს გადაყლაპა. ძალიან მიხარია ბაიდენის გამარჯვება. არ დაუმალა 2020 წელს ყველა სასიხარულო ალბათ ეს იყო. მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიხარია ტრამპის წასვლა. ამერიკას არაფერი გუშინ ნამდვილად არ ემუქრებოდა, უბრალოდ გამოჩნდა ის, რომ მაინც რაღაც ოლიგარქიული ინსტინქტები ტრამპს არ პირად ურთიერთობებზე მაღლა დააყენა თავის პირადი ინტერესები, იმიტომ რომ ასეთი არის ოლიგარქის ბუნება. ის რაც გააკეთა პუტინთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა არ უკადრია ამ ქვეყნის არც ერთის სახელმწიფოს მეტაურს საუკუნეების განმავლობაში.
ეს არის უკვე მათი მხრიდან დამკვიდრებული სტანდარტი, ახალი არაფერი არ თქმულა და შესაბამისად ამას დიდი ხანია მიეჩვია ქართული ხალხი. ეს ადამიანები ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უწუნებენ დემოკრატიას, დემოკრატიის ასე ვთქვათ ღირებულების სტანდარტს და რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ამას აკეთებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი აპოლოგეტი ზურაბ ჯაფარიძე, ეს სასაცილო არის. სატირალი რო არ იყოს, დარწმუნებული ვარ და ალბათ მასაც ჯერა ის რომ ამ განცხადებას ქართველი ასე ვთქვათ მისი ბაბლის იქით ვერავინ გაიგებს და ვერავინ წაიკითხავს და შემდეგ ამას სხვანაირად პოლიტიკურად შეფუთავენ და გაყიდიან, მაგრამ ერთი რამ არის რომ სიმართლე არასოდეს არ იმალება და სიმართლე არის ის რომ როდესაც ასეთი სუბიექტების მხრიდან გვესმის ლანძღვა დინება იმ სახელმწიფოებისა და მათი ლიდერების მისამართი და ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების და მისი ხელმძღვანელების მიმართ, რომელებიც მათთვის მამებელი თუ მათი პოლიტიკის მამებელი განცხადებებს არ აკეთებენ, ამ შემთხვევაში ყველას ტალახს ესვრიან. თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის პროცესი გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, სურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში ჩატარდა. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა თქვა. პოლიტიკოსებს ბრალდება წარდგენილი აქვს სხვადასხვა მუხლით, მათ შორის საბოტაჟის. ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების გულისხმობს. წარუადგინეთ შესავალი სიტყვები. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩემი პოზიცია პირადად, რომ აღნიშნული საქმის განხილვა თავისი შინაარსით არის უპრეცედენტო. მოკლე მიმოხილვა გავაკეთეთ საქმეში არსებული ეგრეთ წოდებული მტკიცებულებების და პირადად ნიკა მელიასთან მიმართებით, რომ საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ დეს, გარდა მისი საჯარო გამოსვლებისა. დაცვა მესია აირჩია დღევანდელ პროცესზე, რომ საქმე უნდა წარმოაჩინონ ისე, თითქოს ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები პოლიტიკოსების და მეორე აქ მნიშვნელოვანი გარემოება არის, რომ ფაქტი რაც ხდებოდა დეკემბერში, ნოემბრიდან დეკემბერში და ნაწილი იანვარში, ანუ შედეგი რაც დადგა, ხო, ისინი იურისტები არიან და ხვდებიან, რომ იმ შედეგის წინააღმდეგ ვერ წავლენ, იმიტომ რომ ფაქტის უგულებელყოფა ვერ მოხდება ფაქტობრივად, უბრალოდ აქ მათ ყურადღება გაამახვილეს, ანუ დამდგარ შედეგთან მიმართებით ქონდა თუ არა ამ პოლიტიკოსებს მიზანი. ეს არის ძირითადი მიმართულებები, რაც გამოიკვეთა პროცესზე, ხოლო ახლა რა ტაქტიკას გამოიყენებენ, ეს ბუნებრივია გამოჩნდება. ახლა ამ ყველაფერს მათ ისიც ხვდებიან, რომ ახლა პოლიტიკოსობა არ ნიშნავს, ასე ვთქვათ, იმუნიტეტს და არის ქმედებები, რაც დანაშაულის შემცველია და პოლიტიკოსი იქნება თუ სხვა კერძო პირი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია 2 პირი. უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეების სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება რუსთაველის გამზირზე გენერალური რეპეტიცია გაიმართა. წელს 26 მაისი განსაკუთრებული კონცეფციით აღინიშნება, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. 26 მაისს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტები ფიც საზეიმო ვითარებაში, თბილისსა და კიდევ 12 ისტორიულ ლოკაციაზე დადებენ. დედაქალაქსა და საქართველოს 20 ქალაქში სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყობა. საზეიმო ღონისძიების პირველ ნაწილს ტრადიციულად ავიაციის გადაფრენა დაასრულებს. 26 მაისი ყველა ქართველისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე არის. ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, განსაკუთრებით ჯარისკაცებისთვის, რადგან ეს დღე გვახსენებს, რომ არაერთმა ჯარისკაცმა ჩვენი ქვეყნისთვის თავი გასწირა და შემოგვინახა და მოგვიტანა აქამდე ჩვენი ქვეყანა. თავდაცვის ძალებში მე პირადად დიდი ხანია რაც მინდოდა მსახურია, 22 წლის ვარ და ცოტათი გვიან შემოვერთი, მაგრამ ამას აქშიც მინდოდა რომ მე მსახურე ჩემი სამშობლოსთვისაც და დიდი სიამაყე არის რომ აქ დავდებ ფიც და შემდეგ გავაგრძელებ ქვედანაყოფში სამსახურს. თავისუფლების მოედანზე გაიმართა 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გენერალური რეპეტიცია.
რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სცენარით გათვალისწინებული ღონისძიებების სინქრონი და საბოლოო დეტალის შეჯერება. რეპეტიციაში მონაწილეობა მიიღო თავდაცვის ძალების სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა, რომლებიც უკვე ხვალე იქნებიან წარმოდგენილი უკვე ოფიციალურ ღონისძიებაში. ჩვენ დიდი ხანია უკვე მზადყოფნაში ვართ, მე ვგულისხმობ რეპეტიციები ყველა 12 რეგიონში რამდენჯერმე იქნა ჩატარებული და ერთადერთი ამინდი გვინდა რომ იყოს კარგი, იმიტომ რომ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ ის საოცარი ხედები, რაც იშლება უშგულიდან, სნოდან, კონჭკათიდან, ფოკაში, გონიოში, მარტვილში, აი ყველგან, ბოდბეში, მაყურებელს დატკბება იმ საოცარი სილამაზით, როგორც ჩვენ ვტკბებოდით მთელი მზადების პერიოდში, მართლაც საოცარი ადგილებია. ყველა მხრივ სილამაზით, არქიტექტურით, სულიერებით თუ ისტორიული მნიშვნელობით. ხვალ თბილისი მთელი დღის განმავლობაში კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს უმასპინძლებს. 12 საათიდან ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს სადღესასწაულო ღონისძიებები და თემატური ინსტალაციები ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღში და მიმდებარე ტერიტორიებზე დახვდებათ. ბოლო სამსად ისი ცოტა ხნის წინ კულტურის მინისტრმა დაათვალიერა. მიხარია ის, რომ კულტურა მთელ საქართველოში იქნება სეგმენტურად წარმოდგენილი და მთელი საქართველოს საზეიმო მდგომარეობაში აღნიშნავს, იქნება კონცერტები დღის განმავლობაში, საბავშვო აქტივობები, აუცილებლად ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ღვინო და ხორბალი იქნება განსაკუთრებით ასევე წარმოდგენილი, რასაკვირველია, რომ ქრისტიანობის 1700 წლის ისტორიასაც ექნება თავისი კუთხეები, ასევე იქნება სპორტული, რა ვიცი, ესთეტიური და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, დაწყებული ყვავილების კუთხიდან დამთავრებული საბავშვო და სხვადასხვა აქტივობებით, რასაკვირველია, რომ ჩვენი მეწარმეები იქნებიან წარმოდგენილი და გამოფენენ თავიანთ ნაწარმს, ქართულ ნაწარმს და ყველაფერი ქართულის და საქართველოს საამაყო დღეა და ვფიქრობ, რომ ერთად და ძალიან ღირსეულად შევძლებთ, რომ ხვალინდელი დღე გავატაროთ ასე სახალხო ზეიმის სახით. დამოუკიდებლობის დღისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს რეგიონებშიც. ტრადიციულად 17 საათსა და 10 წუთზე იმ დროს, როდესაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში ერთდროულად შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და გაიმართება საზეიმო ღონისძიებები. დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო და საბავშვო აქტივობები, გამოფენები და გალა კონცერტები. ჩინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ გორში აღნიშნავს, სხვადასხვა დეპარტამენტები წარმოდგენილი იქნებიან თემატური აქტივობებით, მომსახურების სააგენტოს სივრცეში მოსულ სტუმრებს, ადგილზე დახვდებათ სააგენტოს სერვისებთან დაკავშირებული შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ხვალ 26 მაისს 12 საათიდან გორის ცენტრალურ მოედანზე გელოდებით ყველას, ერთად აღვნიშნოთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. გვაქვს ძალიან გრანდიოზული და საინტერესო ღონისძიებები დაგეგმილი 26 მაისისთვის. წარმოდგენილები იქნებიან უნივერსიტეტები, პროფესიული კოლეჯები, სხვადასხვა საგანმანათლებლო შემეცნებითი ინოვაციური სივრცეებით, ასევე გვექნება ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო სახალისო აქტივობები, ამიტომ მთელი დღის განმავლობაში დილის 11 საათიდან უკვე თქვენ შეგიძლიათ გვესტუმროთ და ისიამოვნოთ. წელს 26 მაისს ქალაქ ფოთში უმასპინძლობთ. ღონისძიება 11 საათზე დაიწყება და წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის შემეცნებითი გასართობი, კულტურული საგანმანათლებლო აქტივობებით დატვირთული, სადაც რა თქმა უნდა როგორც ბავშვები, ასევე მოზარდები და დიდები შეძლებენ დროის სასიამოვნოდ გატარებას. კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე დასრულებულია დროშების ინსტალაცია, აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი ხვალინდელი დღისთვის. 8 მუნიციპალიტეტში აქტიურად იქნება ხვალ წარმოდგენილი როგორც კულტურული, ასევე შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები, იქნებიან ადგილობრივი მეწარმეები წარმოდგენილი. მოახდენენ თავიანთი პროდუქციის რეალიზაციას და რა თქმა უნდა ტრადიციულად თავდაცვის სამინისტროს ეყოლება წარმოდგენილი თავის ტექნიკა.
სოფლიოს უდიდესმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულმა კომპანია ტეზერმა თბილისში ახალი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას კომპანიის ხელმძღვანელი პირები, პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი, ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაესწრნენ. მათი განცხადებით ტეზერთან თანამშრომლობის მთავარი მიზანი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და რეგიონში საქართველოს ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებაა. მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობისთვის, რომ საქართველოში ევოლუცია მოხდეს. გულისხმობ ციფრული აქტივების კონსოლიდაციას, საიდანაც მაღალი სარგებელი იმ ქვეყნებს ერგებათ, ვინც პირველი აიღებს ამ შესაძლებლობას. საქართველო ამ მხრივ ძალიან წინ არის. საქართველოს შორს იყურება, იცის რა მნიშვნელობა აქვს ციფრულ აქტივებს. ეს ჩვენთვის საამაყო თანამშრომლობაა. გვინდა რომ საქართველო იყოს მოწინავე ამ მიმართულებით. აქტივების გაციფრულება და ეს ინიციატივა ქართულ ლარს დაეხმარება, რომ მთელ მსოფლიოში უფრო მიღებული იყოს, გაიზარდოს მისი ცნობადობაც. კომპანია ტეზერი არის გლობალური ტექნოლოგიური ლიდერი, რომელიც ფლობს დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის აქტივებს და ოქროს რეზერვებს მართავს. დღეს ის არის ტრადიციულ და ციფრულ ეკონომიკებს შორის ძალიან მძლავრი ხიდი. და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ახლა უკვე კომპანია ტეზერი ხდება ჩვენი ეკონომიკური ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილიც. ამ პარტნიორობის ყველაზე ამბიციური გამოხატულებაა კომპანიის გეგმა, გამოუშვას ქართული ლარის ციფრული ანალოგი GLT. ასევე მოხარული ვართ, რომ კომპანიას დაგეგმილი აქვს ძალიან მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით გვახარებს ინვესტიციების სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროში, რაც ადასტურებს, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად სცილდება ბიზნეს ინტერესების სფეროს და მას აქვს ფართო საზოგადოებრივ სარგებელზე ორიენტაცია. მე ვიტყოდი, რომ საქართველოს ტეზერის შემოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ზოგადად საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის. ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ დობა, ინვესტორების დობა თანდათანობით იზრდება. საქართველო არის სანდო და საიმედო პარტნიორი საერთაშორისო კომპანიებისთვის. დღეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცე არის სრულთანხმედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ფინანსურ სისტემაში. უკვე მე-6 წელია საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, როგორც მოგეხსენებათ 2021 წლიდან. ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა წლიურად შეადგენს 9.3%. ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. პირველ კვარტალში ზრდამ შეადგინა 9.1%. ამ ყველაფერს აქვს ძალიან კონკრეტული პარი საფუძველი. ეს არის ის, რომ ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი მთავრობაში, გულისხმობთ ეკონომიკურ გუნდს. ბიზნესი არის თავისუფალი და გვაქვს კორუფციისგან თავისუფლების კუთხით ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ამ კუთხით საქართველოში არის რეგიონის ლიდერი. ბოლო 5 წლის განმავლობაში ტექნოლოგიური სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება. საქართველო ასევე აჩვენებს კონკრეტულ პრაქტიკულ შედეგებს. სახელმწიფო გადასახადების ციფრული აქტივებით გადახდის წარმატებული პრაქტიკა არის ამის საუკეთესო დასტური. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მხოლოდ დასაწყისი. დღეს ამ დარბაზში არიან შეკრებილი ერთად წამყვანი ბანკების წარმომადგენლები, საინვესტიციო და ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები. ეს არის სწორედ ის ძალა, რომელზეც დგას, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკური განვითარება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კომპანია ტეზერთან თანამშრომლობით, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზაზე გვექნება ახალ-ახალი ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები. საქართველოს ტეზერთან სტრატეგიული პარტნიორობით დგამს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს, რაც ქართული ფინანსური ბაზრის ტექნოლოგიურ განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ისახავს მიზნად. საქართველოს მთავრობა ხელისუფლება ხელს უწყობს ბიზნეს სექტორის განვითარებას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული რეფორმებით, რაც საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და პარლამენტმა კოორდინირებულად გასწია, ეს არის საქართველოს როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება. და რაც მთავარია, ეს არის ქართული ეკონომიკის შეუქცევადი განვითარების გზა. მე მინდა წარმატებები უსურვო ტეზერს, ვიცით რომ
საქართველოში და საქართველოსთან დაკავშირებით აქვთ ამბიციური გეგმები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფომ შექმნა ინოვაციებისთვის კონკურენტული გარემო, მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა, IT სექტორის მხარდაჭერა და მთლიანი ბიზნეს გარემო, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვან უპირატესობად იქცა. ფინანსური სექტორის მოდერნიზაცია, ფინტეკ ინოვაციების მხარდაჭერა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ხედვა ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ საქართველო ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს რეგიონალურ, ტექნოლოგიურ და ფინანსურ ცენტრად. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოში ისეთი კომპანიების საქმიანობას, როგორიც ტეზერი. ტეზერი აქტიურად აბანდებს კაპიტალს ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში, კერძოდ ადგილობრივ სტარტაპებსა და სასწავლო პლატფორმებში. კომპანია თბილისს თავის მთავარ რეგიონალურ საოპერაციო ბაზად იყენებს და საინვესტიციო რესურს სტარტაპების დასაფინანსებლად მიმართავს. მათი ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან ძლიერი გზავნილია საერთაშორისო ტექნოლოგიური სამყაროსთვის. ეს ნიშნავს, რომ საქართველო უკვე აღიქმება, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს სტაბილური ეკონომიკური გარემო, მზარდი ტექნოლოგიური ეკოსისტემა, ინოვაციებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა და ამბიცია, გახდეს ტექნოლოგიური ცენტრი. მსგავსი გლობალური კომპანიების საქართველოში ყოფნა ნიშნავს გამოცდილების გაზიარებას, ახალი შესაძლებლობების შექმნას, ადგილობრივი ტალანტების საერთაშორისო ქსელებთან დაკავშირებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ინოვაციურ ეკონომიკაში. საქართველოს ეროვნული ბანკის პრიორიტეტია პირველ რიგში ფინანსური მონეტარული სტაბილურობა, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ მაქსიმალურად ხელს უწყობთ ჩვენი პოლიტიკით ფინანსური ინოვაციების და ახალი საფინანსო ტექნოლოგიების განვითარებას. ეს არის გლობალური ტრენდი და ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა რეგიონში, ეს არის ჩვენი ამბიცია. ტრადიციულ ბანკებთან ერთად საქართველოს ეროვნული ბანკის პრიორიტეტს წარმოადგენს ციფრული აქტივების მიმართულებით მოქმედი კომპანიებისთვის ბაზრის განვითარება. ამ მიზნით მისაღწევად ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მარეგულირებელი ჩარჩოს მოდერნიზების მიმართულებით და ეს ჩვენი კანონმდებლების პარლამენტის დიდი მხარდაჭერით მოხდა. დაინერგა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების, ეგრეთ წოდებული ვასპების სავალდებულო რეგისტრაციის რეჟიმი. აღნიშნული განვითარება ეხმიანება გლობალურ საფინანსო ბაზრებზე არსებულ მოთხოვნას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები ხელს უწყობს ისეთი გლობალური მოთამაშეების ინტერესის ზრდას საქართველოს მიმართ, როგორიც არის ტეზერი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთი რანგის, ასეთი მასშტაბის საერთაშორისო კომპანიების საქართველოს ბაზარზე შემოსვლა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ფინანსური აქტივების გაციფრულება და ციფრული ფინანსების განვითარება გლობალურ ბაზარზე სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. 2027 წელს საქართველო ინტერპოლის ევროპის რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლებს. ესპანეთის ქალაქ ტოლედოში მიმდინარე ინტერპოლის 53 ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე წევრი ქვეყნების მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგად ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მომდევნო 54 რეგიონული კონფერენცია 2027 წელს საქართველოში გაიმართება. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ეფექტიან და წარმატებულ თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან. გასული წლების განმავლობაში საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის ნარკოდანაშაულის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. სწორედ ამ ძლიერი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია ის, რომ 2027 წლის კონფერენციის მასპინძლობა საქართველოს მიენიჭა. მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიების ჩატარება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს და გააღრმავებს ევროპელ პარტნიორ სახელმწიფოებთან ეფექტიან თანამშრომლობას. აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს მინურ პაქსაძე დეპუტატად ცნეს. მას მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, მმართველმა გუნდმა მასზე არჩევანი ხულოს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გააკეთა. პაქსაძე კურორტ გოდერძის დირექტორია, ის ასევე იქნება ქართული ოცნების დელეგატი ხულოში. ძალიან დიდი პატივია და პასუხისმგებლობა ვიყო წარმომადგენელი ჩემი მშობლიური მხარის მხრიდან რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში. ხულოს მოსახლეობას ძალიან კარგად ვიცნობ იქაv საჭიროებებს, იქაv პრობლემებს, მაქსიმალურად შევეცდები
გავიზია, რომ მათი პრობლემები და შეძლების დაგვარად ყველას დაუდგე გვერდში. ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ის იქნება ხულოს მუნიციპალიტეტის დელეგატი, მუდმივად ცხოვრებია აღნიშნულ მუნიციპალიტეტში და იცის ყველა გამოწვევა და რა თქმა უნდა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა როგორც პასუხისმგებლიანმა გუნდმა რომელმაც შეასრულა უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ნაწილში პარალელურ რეჟიმში მოსახლეობის ინტერესებისთვის შემოღებულია დელეგატის ინსტიტუტი და ამიტომაც ვიხელმძღვანელთ ჩვენ გარკვეული ცვლილებებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების გადაწყვეტვისა და კონკრეტულ გზამკვლევზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან განახლებისთვის. აღნიშნა, რომ მისასალმებელია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესი საქართველოსადმი, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდის კონტაქტების ინტენსივობაც. ხაზი გაესვა საქართველოს როგორც სანდო და საიმედო პარტნიორის როლს რეგიონში. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტთან დაკავშირებით დღეს მედიამ შეკითხვა პრემიერ-მინისტრს დაუსვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო მზად არის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღადგინოს ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა. ვიზიტის ფარგლებში გვექნება პირველად შესაძლებლობა, რომ დეტალებზე ვისაუბროთ. პირველ რიგში დავალოდებით ამერიკული მხარის პოზიციას, მათ შორის ისინი გამოხატავენ საკუთარ ინტერესებს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ დავალოდებით პირველ რიგში მათ პოზიციას ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ თავიდანვე გამოხატეთ ჩვენი პოზიცია, ხელი გაცვლილია ჩვენი მხრიდან, ვაცხადებთ, რომ სანდوارთ სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა. ჩვენ ამაზე თავიდანვე გამოხატეთ ძალიან კაფეო პოზიცია, ველოდებოდით ამერიკული მხარის პოზიციას, მოხარული ვართ, რომ ბოლო დროს არის დადებითი ტენდენციები და არჩევს დავალოდებით. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ოპოზიციურ პარტიებთანაც. დელეგაცია ჯერ საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა, სადაც გახარია საქართველოსთვის წევრებს შეხვდნენ, შემდეგ კი თბილისი მერიოტში გადაინაცვლეს. იქ კი ოპოზიციური ალიანსის ლელოსა და პარტია ხალხისთვის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. პროექტის გმირის დღე ფარგლებში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ქალთა და ბავშვთა კომისიის ღონისძიება გაიმართა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. ამ თემაზე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა და აკადემიკოსმა ჯონი ხეცურიანმა სტუმრებს პირადი ისტორიები მოუყვა, თუ რა გზა გაიარა დამოუკიდებლობის აქტმა. დარბაზში გამოიფინა ეროვნული სასახლის აღსაზრდელების ნამუშევრები თემაზე დამოუკიდებლობის გზა, დაკარგული და აღდგენილი თავისუფლება. ეროვნულ სასახლეში დღეს გამორჩეული დღე არის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავთ ახალგაზრდებთან ერთად მოსწავლეებმა, რომლებმაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შექმნეს სამხატვრო ნიმუშები, ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ბატონი ჯონი ხეცურიანისგან მოვისმინეთ ის პირადი ისტორია დამოუკიდებლობის აქტის შედგენასთან დაკავშირებით და ძალიან საინტერესო დისკუსიაც გამოვიდა. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქალთა და ბავშვთა კომისიის ფარგლებში პროექტი გმირის დღე არის ის აქტივობა და ის ინიციატივა, რომელიც კიდევ უფრო მეტად უღვივებს ეროვნულ იდენტობას ახალგაზრდებს. ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს აქ მოხსენებით გამოდიან, რომლებიც ყვებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გზას, ბედნიერებაა, რომ ახალგაზრდები სწორედ მათი პირიდან ადამიანების, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ჩვენი მეორედ უკვე შექმნილ დამოუკიდებლობის აქტში, ბატონი ჯონი, მათ შორის ხეცურიანი, მათი პირიდან მოისმენენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიას. საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის საქართველოს სიმფონიეტას სამხრეთ ამერიკული საკონცერტო ტურნე დასრულდა. ტურნეს კულმინაცია არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში მსოფლიო მნიშვნელობის თეატრო კოლონის ოქროს დარბაზში შედგა. კონცერტის სიმბოლურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. მოგეხსენებათ, არგენტინა წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორს, ხარდამჭერ ქვეყანას, შესაბამისად ასეთი რანგის აღნიშვნები, ასეთი რანგის შესრულებები, რა თქმა უნდა, დამატებით იმპულსს აძლევს, რათა როგორც ჩვენ ქვეყნებს შორის გაღრმავდეს ურთიერთობები, ასევე საქართველო უკეთ წარმოჩინდეს ამ დიდი მნიშვნელობის მქონე რეგიონში. აღნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის.
ცნობადობის ამაღლებისთვის, იმიტომ რომ ალბათ ჩვენ უფრო კარგად ვიცნობთ არგენტინას. სწორედ ეს არის ამ პროექტის მთავარი არსი, რომ ჩვენი ქვეყნები უფრო დაახლოვდნენ, კულტურამ დაახლოოს ეს ჩვენი ორი ქვეყანა. დღეს იყო აქ შეხვედრა მთელი დიპლომატიის ყველა ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ, მოულოცეს საქართველოს და გაიმართა დაუვიწყარი კონცერტი. კურიერი 6-ზე დასრულებული მე დღეს ამით გემშვიდობებით, თქვენ კი შეგახსენებთ, რომ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს რუსთავი 2.gr-დან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვერთით რუსთავი 2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.